სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი არს დაიყოს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალ საგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ კვირას ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ესე უწოდებს განრღვეულის კვირიაკი. ეს განრღვეული სიტყვა რომ იცოდეთ რასაც ნიშნავს, ეს არის ადამიანი დავრდომილი. განრღვეული სხეულით ამ შემთხვევაში ძველ ქართულად ესე ჟღერდა ეს ჩვენ შეიძლება დადამბლავებულ ადამიანს ვუწოდოთ, შეიძლება აი დავარდნილს, რომელსაც სიარული არ შეუძლია, მოძრაობა წართმეული, აი ესეთი ადამიანია და მისი განკურნების ისტორიას მოგვითხრობს დღევანდელი სახარება, დღევანდელი კვირიაკის სახარება და აქედან გამომდინარე აი ამ კვირიაკეს ეწოდება განრღვეულის კვირიაკი. მე ეხლა მოკლედ შეგახსენებთ აი ამ სახარების შინაარსს და შევეცდები ორივე სიტყვით გითხრათ მისი ზნეობრივი სწავლების შესახებ. იყო იერუსალიმში ესეთი ტბა, რომელსაც ებრაელები ერქვა ბითეზდაო, ცხოვართა საბანელთანო, ესე მეორენაირად ცხოვართა საბანელიც ერქვა, იმიტომ რომ ამ კარიბჭიდან იერუსალიმს სხვადასხვა შემოსასვლელი ჰქონდა, აი ამ შემოსასვლელიდან ძირითადად შემოყავდა ცხვრები, ზოგს ბაზარში გასაყიდად, ზოგს კიდევ მსხვერპლის შესაძირად მოგეხსენებათ იერუსალიმში იყო ტაძარი, სადაც მსხვერპლი შეიწირებოდა. ასე რომ ეს იყო აი ეს შემოსასვლელი და იყო ეს ტბა, იყო 5 სტოვა, რაც ნიშნავს რომ რაღაც შენობა ისე იდგა რომ 5 სტოვათი იყო ეს ტბა ესე შემოსაზღვრული, არ იყო ეს დიდი ტბა. დღევანდელ დღესაც არსებობს ეს ბითეზდა, მაგრამ სინამდვილეში მამები, მკვლევარები აცხადებენ რომ ეს ის ბითეზდა არ არის რომელიც სახარებაში ემოს, იმიტომ რომ დღევანდელი ბითეზდას რასაც უწოდებენ ტბას, ის ცოტა უფრო დიდია და ეს აშკარად უფრო პატარა არის თავისი მოცულობით, ასე რომ ეს 5 სტოვაც აღმოჩენების შედეგად ესე არის ახლა დადგენილი რომ ეს იყო სხვა ადგილას, ახლა იმ ადგილას ტბა აღარ არის, მაგრამ მაშინ იყო ტბა და ახლა იმ ადგილას რაღაც ღრმული არის ესეთი დარჩენილი, იყო 5 სტოვა მოკლედ, სადაც ავადმყოფი ადამიანების თავშესაფარი იყო, აი ამ სტოვა მოგეხსენებათ ესეთი რაღაც გადახურული, ჩვენ რომ არკას ვეძახით, შეიძლება ესე ითქვას, ღია ცის ქვეშ ესეთი თაღია ხო არკა? თაღოვანი რაღაცა შენობა იყო და აი ამ თაღებს ქვეშ ეს ადამიანები იყვნენ დაწოლილები და ელოდებოდნენ წელიწადში ერთხელ ხდებოდა ესეთი სასწაული რომ ეს წყალი აიმღვრეოდა, ანგელოზიო აღამღვრეოდაო ამ წყალსო სახარება ასე მოგვითხრობს, ესეთი სასწაული ხდებოდა და ვინც ჩავიდოდა ამ წყალში განიკურნებოდა. და იყო იქ ერთი დავრდომილი ადამიანი, აი ეს განრღვეული კაცი, რომელიც 38 წლის განმავლობაში ელოდებოდა სწორედ აი ამ კურნებას, აი ამ წყლის ამღვრევას და მიდის მასთან მაცხოვარი, რომელიც პასექის დღესასწაულზეა იერუსალიმში ამოსული და მიდის აი ამ ადამიანთან და ეუბნება რომ გნებავს თუ არა რომ განიკურნოს. რა თქმა უნდა ნებავს, ამისთვის არის ეს ადამიანი 38 წელიწადი სწორედ ამას ელოდება, მაგრამ ეს მისი მხრიდან რაღაცა ის შეგულიანებაა, რომელიც აი იმედ გადაწირულ ადამიანს ეუბნებიან ხოლმე. მას უკვე აღარ აქვს არაფრის იმედი, იმიტომ რომ 38 წელიწადი გავიდა და ვერასდროს ვერ მოახერხა მან ამ ტბაში ჩასვლა. და პასუხს ეუბნება, რა თქმა უნდა, კი მსურსო, მაგრამ როგორც კი წყალი აიმღვრევაო, სანამ მე ტბასთან მივალ, იმიტომ რომ ეთყობა რაღაცა სახით მოძრაობა კი შეეძლო, შეიძლება ან ხელები ქონდა ცოტა უფრო მარჯვენა, შეიძლება ფორთხით წასულიყო, მაგრამ სანამ ტბასთან მივიდოდა, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანები ასწრებდნენ მას, ვინცაც უფრო ვთქვათ, მოძრაობის უნარი ქონდა შერჩენილი და ისინი ჩადიოდნენ და ვინც პირველი ჩავიდოდა, ის იკურნებოდა და ეს რჩებოდა აი ამ მდგომარეობაში. და ასე რომ თითქოს ეს ადამიანი უკვე აი ამ იმედით, წარმოიდგინეთ 38 წელიწადია იმედით არის და აი რაღაცა უიმედო მდგომარეობაში უნდა წავიდეს, აქეთკენაა უკვე, იმიტომ რომ მაცხოვარს ესეთ პასუხს აღწევს, რომ როგორ არ მინდა, მაგრამ აი ფიზიკურად როგორ მოახერხდება, არავინ არ მყავს, რომ ჩამაგდოს ამ წყალში თავის დროზე, რომ მე განვიკურნო. და მაცხოვარი უბრძანებს მას, რომ აღწდე, აღიღე ცხედარი შენი, ცხედარი საკაცეს ნიშნავს ამ შემთხვევაში, რაზეც იწვა, იმ საკაცეზე ეუბნება აღწდე, აღიღე შენი ცხედარი საკაცე და ვიდოდე. ანუ გაათავისუფლა აი ამ ავადმყოფობისგან, მაგრამ იქვე ჩასაფრებული ებრაელი საზოგადოება, სჯულის დამცველები
რა თქმა უნდა, ამ კაცს დაადანაშაულებენ, რომ დღეს არის შაბათი და როგორ შეიძლება რომ შენ ფეხზე ადგე, იმიტომ რომ შაბათი მათთვის ესეთი მოძღვრებაში ესეთი დღე იყო, როდესაც იყვნენ რაბინები, გეტყვით, არ მინდა რომ გადავუხიო ძირითად თემას, მაგრამ როგორ უფრთხილდებოდნენ შაბათს. იყვნენ რაბინები, რომლებიც ესეთ რამესაც კი ამბობდნენ, რომ შაბათის დღეს სადაც მოგიწევს, რამ მდგომარეობაშიც მოგიწევს, იმ მდგომარეობამდეში უნდა დარჩე. ზიხარ უნდა იჯდე, წევხარ უნდა იწვეთ, გახარ უნდა იდგე. სანამ არ დამთავრდება შაბათი, მართლაც იყო ესეთი მოძღვრება, წარმოიდგინეთ და მეცაც გეტყვით, თავდაცვის მიზნით, რომ ებრაელს ხელი აეწია შაბათ დღეს, აი, რომ დაემუქრო, რომ ეხლა თავში ურტყავ ადამიანს ინსტინქტი ხო აქვს, რომ ხელს დაიფარებს თავზე. ესეც კი აკრძალული ქონდათ, რომ თავდაცვის მიზნით ხელით არ უნდა აეწიათ მაღლა. ამის გამო მერე კანონი შეცვალეს. მაკაბელთა დროს 1000-ობით ებრაელი ამოწყდა მტერი შემოვიდა და ესენი იდგნენ, ესე და ელოდებოდნენ და 1000-ობით კაცი მოწყვიტა მტერმა. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იყვნენ და ამის შემდგომ ეს კანონი შეცვალეს, რომ თავდაცვის მიზნით თურმე შეიძლება ბრძოლა ეს კანონი დაადგინეს, მაგრამ ჩვენ ისევ სახარებას დაუბრუნეთ. წარმოიდგინეთ ეხლა რომ ამ კანონს ესე დამონებული ადამიანები რომ შაბათს არაფრის გაკეთება არ შეიძლება შენ რა მდგომარეობაშიც თვალს გაახელ შაბათს ან მოგიწევს შეიძლება ფხიზელი იყო და შაფათ ესე რომ დაიძახებდნენ რაბინები იმ მდგომარეობაში უნდა დარჩენილიყავი. ერთადერთი რისი გაკეთება შეგეძლო მანძილის გავლა იყო შენი სახლიდან სინაგოგამდე. სადაც შესაკრებელი იყო მოისმენდი ღვთისმსიტყვას და უკან დაბრუნდებოდი. მეტი არაფრის გაკეთების უფლება არ ქონდა და ეს იყო აი ამ კანონზე ესე დამონებული და დამორჩილებული ხალხი რომ აი ამ კანონის მიხედვით ესე იგი უნდა ეწყურათ და რა თქმა უნდა ბრალს უყენებენ ამ ადამიანსაც რომ შენ როგორ შაბათი მოგიწია და არ დარჩი იგივე მდგომარეობაში. ჯერ როგორ სასაცილომდე მიდის ხანდახან ადამიანის უგუნურება, იმიტომ რომ 38 წელიწადი რომ კაც განძრევა არ შეძლო და უცბად მოძრაობის საშუალება მიეცა. ახლა შაბათია თუ კვირაო კალენდარს შეხედავს რომ აქ ეხა ხო გამორიცხული ამბავია ეს, იმიტომ რომ იმხელა სიხარული გეკნება ამ კურნებისგან მონიჭებული რომ როგორ შეიძლება ეს დაიტიო და კალენდრის ძიება დაიწყო, ჯერ რომ ერთი დავხედო ჯერ რა დღეა და მე ვეთყვი ჩემ თავს რომ განვიკურნე თუ არ განვიკურნე. განიკურნა ადამიანი და ადგა რა თქმა უნდა. უგუნურებაა ეს მათი მხრიდან, მაგრამ აი ამ კანონს დამონებულ ადამიანს ამ შემთხვევაში და ზოგადად დამონებულ ადამიანს გონება უგნელდება. იმიტომ რომ რაღაც ესე ერთი კუთხით რაღაცა თითქოს დაიჭრდილება მისი გონება და არაფრით არ უნდა რომ სინათლის სხივმა შეაღწიოს მის გონებაში. აი ამ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და ბრალს უყენებენ, მან არ იცის ვინ განკურნა, იმიტომ რომ ესეც სიტყვას ეთქვის რომ ვინც განკურნაო, სწორედ მან მითხრაო რომ აღდეგ და აღდეგი. ამიტომ ეს ადამიანი კარგ პასუხს აძლევს მათ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ არ შეგეძლოთ რომ ჩემთვის კურნება მოგეცა და ვინც კურნება მომცა, ესე იგი მას იმისი უფლებაც აქვს რომ ესეთი სიტყვა მითხრა რომ შაბათს ამდგარიყავ. რადგან ასეთი კურნება შეუძლია. ანუ რაღაცა დასკვნა უნდა გამოეტანათ ამ ადამიანებს რომ ვისაც ამისი უფლება აქვს. მინიჭებული და ძალაუფლება უბრალოდ რომ განკურნოს 38 წლის დავრდომილი ადამიანი, ეხა იმისი უფლებაც უნდა კონდეს რომ შაბათსაც წამოაყენოს ეს კაცი. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მათ ეს არ ესმით, ამის შემდგომ მაცხოვარი პოულობს ამ ადამიანს ტაძარში და ეუბნება ესეთ სიტყვას, რომ ხორციელი კურნების შემდგომ არ დატოვებს მას უნუგეშოდ სულიერ კურნებასაც აპირებს მისას და ეთქვის რომ აჰა, ცოცხალი იქვენ და ნურღარას წოდავ, ანუ განიკურნებო და აღარ შეცოდო, როგორც ჩანს მისი ეს დაავადება ცოდვების შედეგი იყო. და ეს ადამიანი სადგება და წავა იმ ებრაელებთან და ეთქვის რომ აი ესო იყო რომელმაც მე განკურნა. ნუ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ გეტყვით რა და როგორ მოხდა, მაგრამ ჯერ თვითონ აი ამ კანონის შესახებ მინდა გითხრათ. იცით რა, ჩვენ ადვილად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კანონზე, რომელ კანონსაც ესე ბრმად ემონებოდნენ ებრაელები, მაგრამ ჩვენ ცხოვრებაშიც არსებობს რაღაც ესეთი კანონები, ჩვენშიც არსებობს რაღაც ესეთი მავნე ჩვეულებები, რომელსაც ჩვენ თითქოს ღვთისმსახურებას მივაწერთ, რომელსაც ჩვენ თითქოს რაღაცა საღვთო ჟულსა და კანონს მივაწერთ და ამ დროს არა ეს ჩვენი მოგონილი. ან ჩვენს მიერ ინტერპრეტირებულია რაღაცნაირად, როგორც ჩვენ გვაწყობს ეს, ანუ ჩვენ მოვირგეთ ეს კანონი. როგორც ებრაელებმა მოირგეს თავისთვის რაღაცა კანონი და როგორც აწყობდათ ისე ლაპარაკობდნენ, სწორედ ესე ხდება ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად. ასე რომ ეს მავნეჩვევა ადამიანისთვის.
მას რაღაცა ესე აწყობს, ესე უნდა და ამიტომაც ამ კანონის შესახებ ამდენი შეიძლება ესე გითხრას. ძალიან ბევრი რამ არის ჩვენში, რაც შეიძლება გავამართლოთ კიდეც, იმით რომ იცით რა, მამა-პაპადან თურმე ესე მოგგავს. გასაგებია რომ შეიძლება მამა-პაპადან მოგგამდეს, მაგრამ თუ ხედავ რომ ეს მავნეჩვევა, თუ ხედავ რომ ეს რაღაცნაირად დამაბრკოლებელია შენთვის, იმიტომ რომ რაღაცა სინათლის ხივს არ უშვებ შენამდე, რაღაცა მომენტში გიკეტავს ამ გონებას. რატომ არ უნდა მოინდობ რომ გადაეჩვიო ამ მავნეჩვევას, თუნდაც მამა-პაპადან მომდინარე იყოს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რა მავნეჩვევებიც მე ჩვენ შევიძინეთ. ძალიან უამრავი, ძალიან ბევრი, რომელიც გვინდა რომ შევაგუოთ ჩვენ რაღაცნაირად ეკლესიურ ცხოვრებას და ხვდებით რაღაცის მონება. აი ერთი მარტივი მაგალითი, რაც მახსენდება ამასთან დაკავშირებით, იყო ერთ რაღაც წრეში საუბარი იმის შესახებ, რომ არის თუ არა დიდი ცოდვა, რომ ადამიანი ეწევა თქვა სიგარეტს. და ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და მე ვფიქრობ, რომ მე ესეთი სიტყვა ვთქვი და არ ვიცი, იქ ცოტა ვერ მიიღეს მე მგონი ჩემს. მე ესეთი რა ვთქვი, რომ მე არ ამგონია, რომ დიდი ცოდვა იყოს სიგარეტს რომ ეწევა ადამიანი. მე სხვა რამეს ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ცოდვა არის ის, რომ დამონებული ადამიანი სიგარეტს. იცით რა, მის გარეშე რომ არ შეუძლია ცხოვრება. აი ეს არის პრობლემა თორე. ის რომ ეხლა თქვა რაღაცა შეიძლება სიგარეტი, ეს არ არის, არ წარწმინდავს ეხლა ესე ადამიანს, მაგრამ რა წარწმინდავს, იცი, რაღაცაზე დამოკიდებულება. შენ რომ მის გარეშე არ შეგიძლია, შენ რომ ვერ გაათენებ დღეს იმის გარეშე და ეს შენ შინაგანით ისე მოთხოვნილება რაღაცა მწველ ცეცხლად გექცევა შინაგანად, რა მნიშვნელობა აქვს ეს? სიგარეტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ცოდვა. ნებისმიერი სხვა ცოდვა ხო ესე იმონებს ადამიანს. ნებისმიერი ლოდს ესე ღვინო უნდება, ნარკომანს ნარკოტიკი უნდება და სწორედ ეს არის დამონება. ეს ცოდვაზე შეიძლება იყოს დამონებული ესე ადამიანი და პირიქით რაღაცა კანონით შეიძლება ესეთი მონობრივად გამოიყენოს ადამიანი. ძალიან საინტერესო ფრაზა მოვისმინე ამას დინად ერთ-ერთ განხილვაზე, რომ აი თანამედროვე განათლების სისტემაში როგორ აწვდიან თქვა საგნებს ბავშვებს, როგორ ეუბნებიან რომ აი რა არის თქვა ფიზიკას სწავლობ თუ ქიმიას, ეს არ უნდა იყოს მიზანი. შენთვის ფიზიკა, ქიმია და ქართული კი არ არის მიზანი. ეს არის შენი საშუალება. და სწორედ ეს გვერევა ძალიან ხშირად ჩვენ. კანონი არის საშუალება ჩვენი ცხოვრებისა და არა მიზანი. თუ მიზნად გავიხდით კანონს, აი 10 ცნებას ავიღებ და მიზნად გავიხდით რომ შევასრულოთ ეს კანონი. იცით რა გამოგვივა საბოლოოდ? დავემონებით ამ კანონს, შესრულებით მაინც ვერ შევასრულებთ. და მიზანი მიუღწეველი დაგვრჩება. მაგრამ თუ კი ჩვენ გვეცოდინება რომ კანონი რომელიც მოგვეცა, ეს არის საშუალება იმისათვის რომ ჩვენ უნდა ვწონდეთ აი ამ კანონით. ამ შემთხვევაში გამართლება ექნება იმასაც, რომ შენ შეიძლება შეგეშალოს ამ კანონით დაარღვიო, მაგრამ დაარღვიო რა იმიტომ რომ გინდოდა დაარღვიო, უბრალოდ სუსტი ხარ. და აი ამ სისუსტეს გაპატიებს ღმერთი, იმიტომ რომ შენს მონდომებას დაინახავს, მაგრამ თუ კი იტყვი ჯერ როგორი ამპარტავნებაა, რომ მე ახლა ავიღებ ამ კანონს და ეს იქნება ჩემი ცხოვრება და მე არ გადავუხვევ ამ კანონისგან, უკვე შეცდომაში ხარ, იმიტომ რომ არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა წოდოს. ყველა ადამიანი შემწოდია, ყველა ადამიანი, იცით პირდაპირ წერენ მამები, შეიძლება 9 კანონს ასრულებდე 10 მცნებიდან და მე-10-ს ვერა. მაინც ყველასი დამრღვევი ხარ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის კანონი ცალ-ცალკე კი არ განიხილება, ის 10 ერთი მთლიანობაა. ერთი დაგირღვევია თუ 9 დაგირღვევია, აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ერთს თუ არ ღვევ, დანარჩენ 9-საც არ ღვევ. იმიტომ რომ აი რაღაცა ერთი მთლიანი ქსოვილი და რომ ჩამოჭრათ, რაღაცა ჩამოახიოთ, ის მთლიანობა ხო დაირღვა. აღარ ვარ გაიქცო იმას ხო აღარ ჩაიწმევ გარეთ. ზუსტად ესეთივე ერთი მთლიანობაა ესა. რატომ მოვყევი ეს ამბავი? არის ჩვენში ესეთი მავნეჩვევები და ვცდილობთ რომ რაღაცა შევაგუოთ ეს და მივაჩვიოთ და ეკლესია შევაგუოთ ამას და უთხრათ რომ იცით რა, ეს ეხლა ჩვენ ისე აქედან მოგდგა, ან ეხლა ესე შევეჩვიე, ბავშვობიდან ესე გავეზარდე. ვიღაცა იტყვის რომ იცით ეხლა მე ათეისტურ ხანაში ვარ გაზრდილი და ამიტომ ეკლესიაში ვერ მოვ. კაცო, ათეისტურ ხანაში რო ხარ გაზრდილი, ეხლა ხო აღარ არის ეს ათეისტური ხანა და ამიტომ შენც უნდა რაღაცა გამოფხიზდე. რატომ უნდა იმორჩილებოდე ისევ იმ ძველ კანონს, რომელიც კანონიც უკვე აღარ არსებობს. მაგრამ არა, ჩემშია სისხლში მაგამდე. სწორედ ეს არის შენი თავისუფლება, რომ შენ უნდა ცდილობდე წინსვლას. შენ უნდა ცდილობდე რაღაცა მდგომარეობიდან გამოსვლას, რომ წინ გადადგა ნაბიჯი. ეს არის შენი მოვალეობა. მაგრამ ამას ყოველივეს ადამიანი უნდა აკეთებდეს, რა თქმა უნდა, მე ხშირად მithქვამს თქვენთვის, რომ მართლმადიდებლობას მართლმადიდებელი, მართლმადიდებლურად უნდა იცავდეს. სხვანაირად არა.
ასე რომ ეს ადამიანი მაგალითია ამ შემთხვევაში 38 წლიანი ტანჯვის შედეგი ნახეთ, როგორი ჯილდო მიიღო თვითონ მაცხოვარმა განკურნა ყოველგვარი ტბაში ჩაგდების გარეშე. ერთი სიტყვით, აი ესეთი სიხარული მიანიჭა მას და რითი მიიღო მან ესეთი კურნება? მიიღო მოთმინების შედეგად, მიიღო იმედის შედეგად, რომ არ წარუწმედია მას იმედი, ქონდა ჯერ ერთის ჯეროდა ამ სასწაულისა. ხომ შეიძლება ეხლა ძალიან ბევრი სასწაული აღესრულება დღესაც, მაგრამ ადამიანებს არ სჯერათ ამის. და ვიღაცა მაინც ამბობს, რომ არა, ეს რაღაცა ბუნებრივი მოვლენაა და ვიღაცა ახსნის ეხლა აღდგომას გადამოსულ ცეცხლზე, რომ თურმე იქ რაღაც ჰაერი იჟღინთება იმით აზოტით, რა ვიცი, რაღაცა სასაშინელებებს ამბობენ და ნაკურთხ წყალს თურმე მღვდელი ვერცხლის ჯვრით აკურთხებს, რომ მერე იმაში ვერცხლს თვისება აქვს, რომ კლავს ბაქტერიებს, რომელიც წყალს არ აფუჭებს და თვითონ აკურთხოს აბა ერთი ვერცხლის წყლით თუ არა აფუჭდება ის წყალი. მაგრამ აქამდე არ მიდის. თავარია რომ ეს ვიღაცამ რომ ჩააწვეთა ამას გაიმეორებს. მე მქონია პირადად საუბარი ესეთ ადამიანს და მიმტკიცებდა რომ აი ესე არის. და ვერაფრით ვერ დააჯერებ, იმიტომ რომ არ უნდა რომ რაღაცა დაუშვას. და ხო შეიძლება რომ ეს ადამიანიც ესეთი ყოფილიყო, მე რა რომ დავრდომილია და გაჭირვებულია, კი შველას ელოდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პირველ რიგში აქვს წმენა, დაჯერება იმისა რომ ღმერთი მას განკურნავს. და საშუალება ამ შემთხვევაში მოცემულობა ის არის, რომ აი ეს ტბა არის საშუალება, რითიც ის უნდა განიკურნოს. და მოთმინება გახლავთ სწორედ მისი გამოცდა, აი ამ სარწმუნოებისაც და აი ამ საშუალებისაც. გამოცდა მისი, რომ 38 წლის განმავლობაში აი ეს კაცი იქცევს და ელოდება აი ამ კურნებას, რომ იქნებ დადღეს ის დღე, როდესაც თვითონ იქნება მარტო და ჩავა ამ ტბაში, ფორთხვით იქნება თუ ხოხვით თუ როგორც მიაღწევს ამ ტბამდე. მაგრამ ამ 38 წელს თითქოს რომ უნდა ეს იმედიც წარეკვეთოს, რომ არა ის ისევ განუკურნებელი დარჩება, მასთან უკვე ღმერთი მიდის. სწორედ მაშინ მიდის, რომ ეს ადამიანი უნდა გადარჩეს, ნამდვილად უნდა გადარჩეს. არავის სარწმენდა არ სურს ღმერთს, მაგრამ მანიც ის ამ ადამიანის შესაძლებლობა მოთმინებისა და ამიტომაც დააწადა ამდენი ხანი და ეს ადამიანი მართლაც განიკურნა. ეს გახლავთ აი ამ განღვეულის კვირის სახარების მთავარი იდეა, რომ მოთმინებით უნდა ცხოვრობდეს ყველა ქრისტიანი. მაგრამ იქ ხდება რაღაცა კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით ესე არ არის დიდად საყურადღებო, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, რომ არ დაგღალოთ. ნახეთ ბოლოს როგორი რამ ხდება. მაცხოვარი როცა ეტყვის მას, რომ აჰა ცოცხალი იქმენ და ნურღარას წოდავ, ამის შემდგომ ის ხომ გაიცნობს ქრისტეს, ნახავს ქრისტე ვინც არის. მიდის და იმ ებრაელებს ეუბნება, რომ აი ეს კაცი იყო, რომელმაც მე განკურნავდა. ებრაელები მას მოსაკლავად დაძენ, იმიტომ რომ ვინც შაბათს დაარღვევდა, მოსეს კანონის მიხედვით მას სიკვდილით სჯიდნენ. ნუ ეხლა არ იყო ეს რაღაცა მასიური შემთხვევები, ჯერ თავიდან რაღაცა შეგონებით და შეიძლება გაფრთხილებით და განკვეთით გადაწყვეტილიყო, მაგრამ სიკვდილითაც რო დაესაჯათ, არც ეს არ უნდა გაგიკვირვებოდათ, იმიტომ რომ მოსეს დროს, აი ხუთწიგნეულში წერია ესეთი ისტორია, რომ კაცი, რომელიც შაბათს არ დაემორჩილა და შეშას აგროვებდა, ქვებით ჩაქოლეს ებრაელები. ეს ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდს გიყვებით, იმიტომ რომ მაშინ აი ამ კანონის დაცვები უკვე ძალიან კაცრად დაიწყეს, იმიტომ რომ უყურებდნენ მოსე რა სასწაულებსაც აღასრულებდა მათ თვალწინ და მის მიერ დაწერილი კანონი, რა თქმა უნდა, ღვთისგან მიღებული კანონი იყო და ავტომატურად ესეც გულისხმობდა. და რატომ გითხარით? ეს ადამიანები გაავებულები, შურით შეპყრობილები, იმიტომ რომ განკურნება თუ შეძლო თვითონ განეკურნა ეს. ეხლა გაავებულია იმით, რომ სხვამ განკურნა იესომ, რომელსაც მტრად აღიქვამენ, რომელიც ჟულის დამარღვეველია და დამაკს ეძებენ სასიკვდილო, ეს კაცი მიდის და უდასტურებს, რომ კი იესო იყო, რომელმაც შაბათს. ეხლა ერთი შეხედვით თითქოს კარგი საქცია და ნამდვილად ესეა, ხანდახან სიმართლისთვის გულანთებული ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და სიმართლე ილაპარაკოს, მაგრამ ყოველთვის ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ არის ხანდახან რომელიც ეს შენი სიმართლე შენშივე უნდა იყოს და არ დამდგარა დრო და ჟამი ამის გაცხადა, არ დამდგარა დრო იმისა რომ ეს ხმამაღლა ითქვას. არის ესეთი დროებიც და ამიტომ ადამიანმა ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. იმიტომ რომ აი წეგარ მართლმადიდებლობის დაცვაზე მოგახსენებდით და ეს პირდაპირი მაგალითია შეიძლება ამისა ითქვას რომ მე მქონია არაერთ გზის, როდესაც მოხდა ესეთი რამ რომ რაღაც ერთი ესეთი ფილმი გამოვიდა დავინჩის კოდი ერქვა სახელად. მე არ მინახავს ეს ფილმი და თქვენს რომ რაღაც კრეხელობა არის ამ ფილმში და მე სკოლაში ვასწავლეთი ბავშვებს და ბავშვებმა მითხრეს წავიდეთ თუ არ წავიდეთ. მე აუხსენი მათ ორიოდე სიტყვით რომ თუ ამ ფილმში არის ღვთისმშობელს სადაც შეურაცხყოფენ, იესოს სადაც შეურაცხყოფენ, ეს ხო ჩვენთვის რაღაცა სიწმინდეა, დიდი რაღაცა სიყვარულია. წარმოიდგინეთ
საკუთარი მშობლები ხო ძალიან გიყვართ ახლა ვიღაცამ რომ გიგინოს ეს მშობლები გადაიღოს ესეთ ფილმი შენ დაждები და ამ ფილმს უყურებ ყველას ძალიან მოეწონა ეს ჩემი აზრი და გადაწყვიტეს რომ არ წავიდე მაგრამ იმ დღეს მოხდა რომ გადაკეტეს რუსთაველი მოეწყო მიტინგი ტრანსპარანტებია რომ არ წახვიდეთ და არ ნახოთ ეს ფილმი არის ესეთი ღაღადი მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი ყველას ბილეთი ჰქონდა აღებული და მითხრეს რომ აი რომ არ ვნახოთ ეს ფილმი არ არსებობს აი შედეგი რაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ორიენტირებული აი ამ შედეგზე იმიტომ რომ მე შემეძლო იგივე ტონალობით მელაპარაკა მათთან რომ ვინც წავა ამ ფილმზე ამ სკოლაში ფეხი აღარ შემოადგას მაგრამ რა შედეგი გვექნებოდა და შედეგი ისე უფრო მექნებოდა მშვიდად და წნარად რო აუხსენ ეხლა ეს ტრანსპარანტებით გამოსვლა იმდენად აღანთო მათი ცნობის მოყარეობა მათ ეხა იმდენი ეკლესიურობა და მორჩილება სად მოეთხოვებათ რომ მღვდლის ერთ სიტყვაზე მაშინვე ყველაფერს ვარ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი მსმენელები რომლებიც მისმენდნენ და არც ეკლესიის მრევლიც არ იყო მე მგონი არც ერთი და დამიჯერეს პატიოსნად რომ თუ ესეთი ფილმი არ წავა მაგრამ როგორც კი ესეთი გამოსვლა მოხდა მაშინვე ყველამ ბილეთი აიღო ამ ფილმის სანახავად სწორედ ამ მოვლენასთან შეიძლება გქონდეს ხშირად საქმე რომ როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა ზომიერება არის სწორედ სათნოება აი ეს ზომიერება უნდა იყოს ჩვენში ყოველთვის დაცული და მოთმინებით უნდა შევხვდეთ ყოველთვის ნებისმიერ განსაცდელს და ღმერთი აი პატრიარქი ხშირად იმეორებს ხოლმე რომ ესე ითხოვაო სოლომონმა როცა მეფე ღმერთმა უთხრა რომ აი რა უნდა მოგწე შენ აი რომ გაკურთხო და სიბრძნე ითხოვა გარჩევა კეთილისა და ბოროტის ეს არის ყველაზე მთავარი ამას უნდა ვითხოვდეთ იაკობ მოციქული წერს თავის ეპისტოლეში გააკლიათო სიბრძნე ითხოვეთ უფლისაგან და მოგეცემათ რომელიც უშურველად მისცემს ყველას ამას და სწორედ ეს სიბრძნეა საჭირო რომ შენ სწორად განსაზღვრო შენი საქციელი რა შედეგს მოიტანს სიკეთეს თუ ბორო იმიტომ რომ არის ხანდახან რომ შეიძლება მართლაც მოგვიწიოს და აუცილებელიც იყოს რომ გამოვიდეთ ყველანი და ხმამაღლა ვთქვათ სათქმელი მაგრამ არის დრო და ჟამი იმისა რომ ნელა უნდა აუხსნა რაღაც ადამიანს რომ ასწავლო ასე რომ ეს დღევანდელი სახარება მრავალი კუთხით ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა ერთი ის რომ კანონს არასოდეს არ ვემორჩილებით და კანონი მიზანი არ არის კანონი საშუალებაა იმისა რომ წონდეთ მეორე ის რომ თურმე სოდვის შედეგი ყოფილა ავადმყოფობა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვნახეთ ბრმას ოდესაც განკურნებს მათ სხვარი ამობს რომ არც ამან და არც ამის მშობლებს არ უწოდავთ ანუ ამ შემთხვევაში სოდვის შედეგი ყოფილა და არ უნდა ვწოდოთ რომ თუ არ გვინდა რომ მსგავს გასაცდელში არ შევიდეთ და მესამე ის რომ აი ეს ჩვენი თქმა როგორც ეს კაცი გაიქცა და იმას მიახარა რომ იესო იყო რომ მას განკურნა შეიძლება ცუდის რახვა არ გონია გულში რაღაცა კი არ მიიტანა ენა რომ დაიჭირეთ და შეიფყარეთ და ცუდი რამე გააკეთა პირიქით დამტკიცება უნდა და იმისა რომ ნახეთ რა კარგი საქმე გააკეთა მაგრამ შედეგი ცუდია იმიტომ რომ ისინი გაავებულები იესოს ძებნას იწყებენ მის მოსაკლავად ასე რომ მერთმა მოგცეთ ძალა გული გონიერი რომ განსაზღვროთ თქვენი საქციელი როგორ შედეგს მოიტანს კეთილს თუ ბოროტს ჯვარი გეწეროთ